როდესაც პროდუქტზე ვხედავთ E100-ს და სამციფრიან კოდს, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლების უმეტესობას ეშინია და გონია, რომ ეს პროდუქტი არის საშიში ან ქიმიური გზით მიღებული. რეალურად ეს ასე არ არის და დღევანდელ ვიდეოში დეტალურად განვმარტავთ თუ რას ნიშნავს E100 დაწყებული სამციფრიანი კოდი, რატომ გამოიყენება კვების ინდუსტრიაში, საშიში არის თუ არა ეს დანამატები ჩვენი ჯანმრთელობისთვის და შესაძლებელია თუ არა პროდუქტის დამზადება ისე, რომ არ გამოვიყენოთ არც ერთი საკვები დანამატი. გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სურსათის უნებლობის სპეციალისტი და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით და ამიერიდან ყოველ კვირას შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვიდეოებს სურსათის უნებლობასთან დაკავშირებით. კვირაში ერთხელ დაიდება აუცილებლად ერთი ვიდეო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობაც, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, კომენტარებში დაგვიწეროთ ის კითხვები და ის თემები თუ რაზეც გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება სურსათზე და სურსათის უნებლობაზე, მე კი შევეცდები მაქსიმალურად ამომწურავად გიპასუხოთ ვიდეოს საშუალებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეხება სურსათის უნებლობას. მოდი დავიწყოთ მთავარი კითხვით. რას ნიშნავს E100? E100 ეს არის ევროპული კლასიფიკაციის სისტემა და ევროკავშირის და ევროპის მიერ დადგენილი საკვები დანამატების სია, რომელიც აღნიშნულია E100 და ხშირ შემთხვევაში რაც მომხმარებლებს გონია, არ არის ემულგატორები. ემულგატორები ერთ-ერთი საკვები დანამატებია, რომელიც სხვადასხვა ნიშნით აღინიშნება. E ნიშნით არის აღნიშნული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროპის მიერ დადგენილი საკვები დანამატები. მაგალითისთვის E320 ლიმონჟავა, რომელიც ასე ვთქვათ, კონსერვანტს წარმოადგენს სხვადასხვა პროდუქტებისთვის. მაგრამ რატომ ეშინია ხალხს E ნიშნის? დროთა განმავლობაში გავრცელდა არასწორი ინფორმაციები და დღესაც მომხმარებლების უმეტესობას გონია, რომ E ნიშნით დაწყებული საკვები დანამატები ყველა არის ქიმიური წარმოშობის. მაგრამ რომ ავიღოთ წყალიც ქიმიური ნივთიერებაა. ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ აუცილებლად, E ნიშანი ავტომატურად არ ნიშნავს საშიშ საკვებ დანამატს. რომ ავიღოთ E320 ლიმონჟავა, უმეტესი ციტრუსოვანი ხილის შემადგენლობაში ბუნებრივად გვხვდება და ეს საშიში და ქიმიური ნამდვილად არ არის. მაგრამ მოდი ახლა გავიაროთ, რატომ გვხვდება ეს საკვები დანამატები სხვადასხვა სურსათის შემადგენლობაში და განვმარტოთ თითოეული რა ფუნქციას წარმოადგენს სურსათის დამზადების დროს. დღევანდელ კვების ინდუსტრიაში გამოწვეული იქიდან, რომ არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა სხვადასხვა კატეგორიის სურსათზე და ეს სურსათი გადის ასე ვთქვათ, ტრანსპორტირების მრავალ ეტაპს, სჭირდება დიდი დრო შენახვისთვის, სჭირდება იმისთვის, რომ იყოს მომხმარებლისთვის მისაღები ფერი ქონდეს, სტრუქტურა ქონდეს და ასე შემდეგ. ამისთვის გამოიყენება ეს საკვები დანამატები, რომ შეიძლებოდეს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში სურსათმა შეძლოს ტრანსპორტირება, ისე რომ არ გაფუჭდეს. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა საკვები დანამატები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სურსათისთვის ფერი, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენ მომხმარებლებს როგორც გონია, რომ სურსათი ფერი რეალურად იმ პროდუქტის არის, რომელიც მას შემადგენლობაში უწერია, ეს შეიძლება არ იყოს მასე და დამატებული ქონდეს სხვადასხვა საღებავები. რომ ავიღოთ მაგალითისთვის ატმის იოგურტი, ალბათ ყველას გონია, რომ მისი ყვითელი ფერი ატმიდან გამომდინარეა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში მეწარმეები იყენებენ საღებავს ბეტა-კაროტინს, რომელიც არის E160, ესეთი დასახელებით, E კლასიფიკაციით, რომელიც არის ბუნებრივი წარმოშობის და მიიღება სტაფილოსგან. სტაფილოს პიგმენტებისგან მიიღება ეს საღებავი და ბუნებრივი წარმოშობის საღებავად ითვლება, განსხვავებით სხვა სინთეზურად მიღებული საღებავებისგან. ამიტომ ჩვენთვის როგორც მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ თუ რა დანიშნულებით გამოიყენება სხვადასხვა საკვები დანამატები სურსათში და ვიცოდეთ მათი წარმომავლობა საიდან მოდის. ეს არის ბუნებრივი გზით მიღებული, ამ შემთხვევაში საღებავები, თუ ხელოვნური გზით მიღებული და სინთეზური გზით. საკვები დანამატები, რომლებიც აღნიშნულია E100, იყოფა რამდენიმე ჯგუფად და რომ დავიმახსოვროთ და ჩვენთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი იყოს, E100-დან 200-მდე
მოცემულია ყოველთვის საღებავები, ანუ ციფრები, რომელიც არის 100-დან 200-მდე, აღნიშნავს ყოველთვის საღებავს. ხოლო 200-დან, ასე ვთქვათ, 300-მდე ეს არის კონსერვანტები და უნდა ვიცოდეთ, რომ 200-დან 300-მდე ენიშნით დაწყებული საკვები დანამატები აღნიშნავს კონსერვანტებს. ხოლო 300-დან 400-მდე ეს არის ანტიოქსიდანტები და ხოლო 400-დან 500-მდე ეს არის სტაბილიზატორები. 500-დან 600-მდე საკვები დანამატები ეს არის ემულგატორები, ხოლო 600-დან 700-მდე ეს არის არომატიზატორები, ანუ გემოს გამაძლიერებლები. ანუ როგორც აღვნიშნეთ, საკვები დანამატები იყოფა 6 ჯგუფად. პირველი ეს არის საღებავები, მეორე ეს არის კონსერვანტები, შემდეგ ანტიოქსიდანტები, სტაბილიზატორები, ემულგატორები და არომატიზატორები. სულ გააჩნიათ 6 ჯგუფი ამ საკვებ დანამატებს, რომლებიც აღენიშნება E100 და E100 ნიშნავს ევროპის მიერ დადგენილ საკვებ დანამატების ნუსხას. ხშირად მომხმარებლების უმეტესობას სურს, რომ პროდუქტი შეიძინოს ისეთი, სადაც არც ერთი საკვები დანამატი არ არის. მაგრამ რეალურად თანამედროვე კვების ინდუსტრიაში ეს ხშირ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით ისეთი პროდუქტების შემთხვევაში, რომელმაც უნდა გაიაროს, რომელსაც უწევს დიდი ტრანსპორტირება, ასევე აქვს ხანგრძლივი შენახვისვა და ასე შემდეგ, რადგან ეს საკვები დანამატები მას აუცილებლად სჭირდება, რომ იყოს ისეთი ვიზუალის და ისეთი ორგანოლეპტიკის მატარებელი, როგორც მომხმარებლებს სურს. ამ ვიდეოში ასევე შევეხებით იმ საკითხს და იმ 6 საღებავს, რომელიც როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად მკაცრად რეგულირდება, თუ ამ საღებავის გამოყენება მოხდა სხვადასხვა სურსათში. კონკრეტულად საქართველოს მთავრობის 595 დადგენილების თანახმად, თუ მეწარმემ სხვადასხვა სურსათში გამოიყენა 6 დასახელების საღებავი, ეს არის ყვითელი მზის ჩასვლა E100, ქინოლის ყვითელი E104, კარმოაზინი E122, წითელი ალურა E129, ტარტრაზინი E102 და ალისფერი პონსო E124. თუ მეწარმემ ამ საღებავებიდან რომელიმე გამოიყენა თავისი პროდუქტის დამზადების დროს, აუცილებლად უნდა მიუთითოს შემდეგი წარწერა, რომ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებასა და აქტიურობაზე. რადგან ეს საღებავები დღემდე კვლევის საგანია და მეცნიერების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს რაღაც დროის შემდეგ უნდა მოხდეს ამისი აკრძალვა, რადგან რამდენიმე კვლევამ დაადასტურა მათი უარყოფითი ზეგავლენა ბავშვებზე და შესაბამისად დღესდღეობით აკრძალული არ არის, უბრალოდ დაკვირვების ქვეშ არის და შესაბამისად გაფრთხილება ეტიკეტზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს მეწარმეს დატანილი. რაც ხშირ შემთხვევაში საქართველოს ბაზარზე არსებულ სურსათს შორის ხშირ შემთხვევაში ეს წარწერა დატანილი არ აქვს, რადგან ეს მომხმარებელზე შესაძლებელია ცუდად იმოქმედოს და ესეთი სურსათი აღარ შეიძინოს. ამიტომ, ასე ვთქვათ, ესეთ მეწარმეები ცდილობენ, რომ ეს წარწერა არ გამოიყენონ, რაც კანონდარღვევაა და ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას. ხოლო თუ მოხდება ამ საღებავების აკრძალვა და არ გამოყენება და ამას ევროკავშირის დაამტკიცებს, ის აუცილებლად მოხდება საქართველოს ბაზრიდანაც გამოთხოვა და აკრძალვა ამ საღებავების გამოყენების. დღესდღეობით დაშვებულია ამ საღებავების გამოყენება სხვადასხვა სურსათში, არსებობს გარკვეული სურსათი, რომლის შეღებაც არ შეიძლება ამ საღებავებით. კონკრეტულად ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის 595 დადგენილებაში. მაშინ რომელი არის ის საკვები დანამატები, რომლის მიღებაც არ არის რეკომენდირებული? დღესდღეობით თუ რაიმე დანამატი აკრძალულია ევროკავშირის მიერ, ის აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, მაგრამ არსებობს გარკვეული ტიპის დანამატები, რომლებიც საეჭვოა და მათი დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდირებული. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ ნატრიუმის ნიტრიტი, რომელიც გამოიყენება ძეხოულის და სოსისების დამზადების დროს.
და გარდა იმისა, რომ ამ საკვები დანამატით პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდირებული და ამაზე მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ამტკიცებს ამას, რომ დიდი რაოდენობით მიღება იმ სურსათის, რომელშიც გამოყენებულია ნატრიუმის ნიტრიტი, მიღება რეკომენდირებული არ არის. გარდა ამისა, ნატრიუმის ნიტრიტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ამ სურსათის დამზადების დროს, კონკრეტულად ის იცავს მას ბოტულიზმის ბაქტერიის გამრავლებისგან და ბოტულოტოქსინის წარმოქმნისგან, რაც უფრო მეტად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ მისი გამოყენება არის აუცილებელი სოსისების წარმოების დროს. უბრალოდ ყველა წამყვანი მეცნიერი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას იმას, რომ რაც ულტრა გადამუშავებული სურსათი, რომელშიც გადის, ასე ვთქვათ, ძეხვების და სოსისებიც, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით მივიღოთ. გარდა იმისა, რომ მასში არის ნატრიუმის ნიტრიტი, საკვები დანამატი, სწორედ ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ მისი არსებობა ამ სურსათში. ასე რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო, დანამატები, ანუ ევროკავშირის მიერ დადგენილი საკვები დანამატები, ყოველთვის არ ნიშნავს ცუდს. თავარია ვიცოდეთ, რომელი საკვები დანამატი რისთვის გამოიყენება და თუ რომელიმე საკვები დანამატზე გვაქვს ესეთი რეკომენდაცია, რომ არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და მის გარეშე სურსათი ვერ იწარმოება ხშირ შემთხვევაში, რადგან ეს საკვები დანამატები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სურსათის ორგანოლეპტიკისთვის, მისი ვადისთვის, მისი სტრუქტურისთვის და მისი შენახვის და ტრანსპორტირების პირობების გაუმჯობესებისთვის. ამიტომ თავარია ვიცოდეთ, თუ რას მივირთმევთ, გქონდეს ინფორმაცია და თუ რაიმე საეჭო ინფორმაციას წავიკითხავთ ეტიკეტზე და ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, შეგიძლიათ მომწეროთ როგორც პირად შეტყობინებებში, ისე ტელეფონის ნომერზე, WhatsApp-ით ან Viber-ის საშუალებით და მე აუცილებლად გიპასუხებთ, თუ რომელი საკვები დანამატი არის და რისთვის გამოიყენება, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არის დამალულად და მეწარმეები არ იყენებენ, არ აწერენ სწორად ინფორმაციას, რომ მომხმარებლებში არ გამოიწვიონ შიში. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ცოდნაც, რადგან ცოდნით შეიარაღებული მომხმარებელი არის ძალიან დიდი ძალა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და თქვენთვის ინფორმაციის მატარებელი იყო. ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube-ის არხი და გპირდებით უამრავ საინტერესო ინფორმაციას სურსათზე და სურსათის უნებლობაზე. თუ გსურთ HASP-ის სისტემის დანერგვა, თანამშრომლობის ტრენინგი, თუ სხვა საკონსულტაციო მომსახურება სურსათის უნებლობის სფეროში, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.